დიდმადი და მუხლიხიდო ხილი და არსადიყო რაჭაში დაბრუნებაზე ფიქრი დავიწყე გაცილებით ადრე, სანამ დავოჯახდებოდი იქამდე. შაქრო ჩამოვედით თავიდან, ეს სახლი იყო 8 წლის დაკეტილი. ელემენტარული პირობები არ იყო მოკლედ რა. შიტები არ. ორივე დავანებეთ მე და ჩემო მეუღლე სამსახურს თავი. ფაქტიურად შემოსავალი არ მქონდა რა. ერთადერთი თავისუფლება იქ მქონდა, რომ სესხი არ მქონდა რა. არ მაქვს რაღაც დიდი შემოსავლები და რაღაცა დანაზოგები და საბანკუანობრები, მაგრამ თავისუფლება მაქვს, ხო? რომ ვიღაც არ მადგას თავზე და რაღაცა ესე ვიღაცის დაკრულზე არ მიწევს, ხო? ესე სიარული. ეს არის აი იმხელა მადლიერების განცდა მაქვს ხოლმე ღმერთის მიმართ, უბრალოდ ვეწარბოიდგე. ყოველ ზამთარს უფრო და უფრო იგრძნობა ეს მარტოობა და სევდა. როცა სიცოცხლე არა რეგიონში, არაფრის კეთების რიტმია რა. აღარც ადამიანები აღარ არიან, აღარც სურვილები აღარ არის, აღარც ოცნებები აღარ არის. დანიელის სტუმრები მყავდნენ და გოგოლათში წავიყვანენ. აქ სულები ცხოვრობენ რომ მეკითხებიან. იმათ კი მოსწოთ, მაგრამ ჩემთვის ტკივნეული ამბავი არის. ბოლო მოზამთრეთ შევოდა ხოლმე რომანი და ის გარდაცვლილი ანუ რა სოფლად იქცა სოფელი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. თის მხარდაჭერის პროგრამა უნდა გულისხმობდეს პირველ რიგში, რომ თა იყოს ადამიანების. ყურძნის ჩაბარებაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, მე რაღაცა საკონიაკე იმათ გამოხადონ, რა ქვია, სპირტად ანუ. ბოდიშა შეტენილი კი არ უნდა გქონდეთ, ანუ რაღაც ორგანიზაციებს ეს ყურძენი. გლეხმა თვითონ ისწავლოს ფიქრი ღვინოზე. თავის თავი ნახოს ღვინოში. ამოატრიალებ და აი თეთრად აქვს. ვარ წინააღმდეგი დამუნათების ადამიანების რა. ბევრი შენაირად ფიქრობს აქ. ყველაფერში მოყვება, რასაც ესაუბრები. უბრალოდ გვერდში ვერ გიდგას, კაიგეთ, ეგეთი ხალხი დასაკარგი არ არის რა. ჩართული ვიყავი პროტესტში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. და მაშინ ბრაზდებოდით და ეგრევე ქუჩაში გამოვდიოდით. ეხლა ჩვეულებრივი ამბავია რა. ქრისტიანი კაცი ვარ, მართლმადიდებელი კაცი ვარ. ეკლესიაშიც აქვს ეგ პრობლემა. თავს არ ვიმდაბლებთ ადამიანები. არ ვამბობთ რომ რაღაც შეგვეშალა რა. შაბათს 22 საათზე ღია სივრცეში ფორმულაზე